რწმენა იმ სექტანტებს კი არ უგებართ, რომლებიც გამიგე რაღაც აჩოქილები, ხატებს ლოშნიან და დაარბიან გიჟებით, სახეშეშლილები. არა, რეალური აღქმა სამყაროსა და მაინც არ გვიწევს ჯერ ცხოვრება, სანამ გარდავიცვლები და გვინდა რომ აქ მოწესრიგდეს, სანამ ვართ მოწესრიგებული ვიყოთ, ხო? რატომ უნდა ვიყოთ ცეცხლ გავგვიბარ მდგომარეობაში და წეწვაგლიჯვაში. და არ გვჭირდება რა აქ რო ვერ მოაგვარებ ქვეყანას და ამიტომ ჩამოეკიდო რელიგიას. ახლა საქართველოში გაგებაში არ არის ადამიანები. საერთოდ იცით რომ გარდაიცვლება ადამიანს სადმე ის დარწმუნებული ხართ. შიშები რო გაქვს სიკვდილის რითია გამბერებული, იცი? არავინ არ არის დარწმუნებული რომ გაქრება. ხო და რიშიში აქ ადამიანს, სიკვდილის შიში კი არა აქვს, შიში აქ იმისი არის ის რა ელოდება. და ამას დაარქვის სიკვდილი და სიკვდილიც არის აბსტრაქტული სიტყვა არის, ხო? ისეთი სიკვდილის სუბიექტია? რამე არის პიროვნებაა სიკვდილი? რაღაც მდგომარეობაა, ხო? და რა მდგომარეობა არის? ხომ არის ეს დებულება? აი არაფერი არ არის სიკვდილის. მაშინ რატო გეშინია სიკვდილის თუ არაფერი არ არის? თუ აი ამ ოფნის მე არარაში გადავალ, მაშინ შიში რატომ აქ? თან რომ ვიცით რომ ამას ვერ შევაჩერებთ ამ ყოფიერების თქვათ დაშლას. აქ ყოფნის ქართულად ყოფიერების დაშლას ხო ვერ შევაჩერებთ. კი ვცდილობთ ამას. ვაჩერებთ ამას, აქ ვერ ვაჩერებთ, ხო? ყველანაირი საშუალებებს ხმარობთ, სამედიცინო და რა ვიცი, თელი რიგი რაღაცები და მაინც გადავდივართ იქიდან. ეს შიში რისი არის? შიშიც არ არის სუბიექტი, პიროვნება. ან რაღაცა ისეც გამოვლენა არის. და ყველაფერს ამას გამოვლენს ადამიანი, ხო? თავად სიკვდილი იცით ვინმე რა არის? რა მოვა პიროვნება და სიკვდილი მოდის? ეს მეტაფორებია ხალხურ ზღაპრებში და მეტაფორა არის, ხო? აქვს კი თვითმყოფადობა სიკვდილის და არის პიროვნება, როგორც არის პიროვნება, თქვათ, თითოეული ადამიანი. პიროვნება ლაპარაკობს, ანიცდის რაღაც, სიკვდილი ეგეთი არის. და რატო ეშინია ადამიანს? რატო? თუ დარწმუნებული როა, რომ ამ ყოფიერებიდან გადადის არაყოფიერებაში, არარაში, არარაობაში და სვანაირად გაქრობაში. მაშინ არის შიში, რიშიში გაქვთ. გაქრები და რა ფართხალებ მე ვერ გავიგე. თან კიდე აქ ვერ გააჩერებ ამ მდგომარეობას ყველა გავიდა შენამდე და შენ გამონაკლისს ხომ არ ახარ. ესე გაქრობა როგორც ასეთი არაყოფიერებაში მოქცევა ჩვენი და საერთოდ არა რაღაცა ვერ ვიაზრებ, არა. ხო? აი ჰამლეტის რაღაც ყოფნა თუ არ ყოფნა. ყოფნა და მისი ალტერნატივა არის არ ყოფნა. ესე იგი არ ყოფნა არსებობს. და თუ არ ყოფნა არის, შიში რატო არ იმეთქი? ახლა როგორც მაგალითად ჩვენ არ ვიყავით. შიში ქონდა? არც ერთი ჩვენთაგანი არ ვიყავით. 100 წლის წინ. ხო არ ვიყავით. ზოგი 50 წლის